კოლეგა თუ გყავთ რომელსაც არ ელაპარაკებთ? არა. დაფიქრდით. არა. არა მყავს. სახიობი კოლეგა? კი. ბევრია ესეთი? კი, ბევრი არა. თქვენ ვისაც გულისხმობთ არა, იმას ველაპარაკებ. ნინელი ჭანკვეტაძეს ხო არ გულისხმობთ? ხო, იმას ველაპარაკები კიდეც და გამარჯვებასაც ვეთქვი ყოველთვის და ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. არა. ის თქვენ გადადგეთ შერიგების პირველი ნაბიჯი? არა, იცით რა, ეხლა მე აღზრდილი ადამიანი ვარ და ისიც და ეხლა ის კი არ ყოფილა რომ ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებით, გამარჯვებას არ გეტყვი. ეგეთი რამე არ ყოფილა ჩვენ შორის. ნუ, მოხდა და მოხდა, ეთყობა იმან ჩათვალა რომ ამოიწურა ჩვენი ურთიერთობის, ასე ვთქვათ, რაღაც სხვა მოუნდა და ნუ მე ეხლა ყოველ შემთხვევაში მე და ნინელი ერთმანეთს ვაჩუქეთ ერთად ურთიერთობის და მუშაობის 14 წელი. მე ძალიან ვამაყობ აი ამ ფილმებზე ხო აღარ ვლაპარაკობ. მე ვთვლი რომ აი მარტო ხელა მონადირეში, მარტო კუკარაჩა არა, მარტო ხელა მონადირეში ნინელი არის არაჩვეულებრივი და დუეტი აი ნინელის და ზურაყიფშიძის მე ვთვლი რომ არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართულ კინოში. აი ისა ნინელი რომ მოდის და ეხვეწება რომ ერთ კადრად გადავიღეთ ეს დაბრუნდიო, მე ვთვლი რომ ეს არის ერთ-ერთი პატარა შედევრი ქართულ კინოში. და თეატრში ყველაზე ესეთი მთავარი როლი რომ აი ნინელისთვის დადგმული სპექტაკლები მხოლოდ ჩემი გაკეთებულია. არის ერთი მსახიობი, რომელიც დარბოდა თეატრში, ახლა პირველად ვეტყვი და ხო იცით ახლა კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვარს არ დავასახელებ. ის არჩევ ჩემ სპექტაკლში არ ყოფილა დაკავებული. ნუ ხო არის ვიღაცასთან მუშაობს რეჟისორი, ვიღაცასთან არა. ყველა მსახიობს ყავს თავისი გუნდი. ახლა არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი რა. თავის ფავორიტები. ხო, თავის ფავორიტები თუ ისა, დაწყებული რობიკო, თემური და ყველა. ხო და ის დარბოდა და იძახო და ძლივს დამთავრდა თუმანიშვილის თეატრში კეთიდოლიძე. ახლა ამას რო ხალი იკადრებს, ხო? ახლა იმას რა უნდა ელაპარაკო? ის არავინ არ არის. ის ჩემთვის არავინ არ არის. ის ვერასდროს ვერ იქნება. ვერც ახლა რეჟისორას ცდილობს, ვერც დიდი რეჟისორი, კარგი მსახიობია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, რომ ცოტათი უფრო კეთილი იყოს. უსამართლოდ მოგექცნენ თუმანიშვილის თეატრის მსახიობები? რა თქმა უნდა. მაგრამ იცით რა, კი რა, იმიტომ რომ ბატონ მიშა ხშირად მელაპარაკებოდა რუსულად. მე მეუბნებოდა რომ დაიმახსოვრეთ რუსულად და სამი სქესი არსებობს, მამაკაცი, ქალი და მსახიობი. ამიტომ მსახიობებზე ნუ გექნებათ რეაქცია. მაგრამ თქვენ არ გქონდათ რეაქცია? ნუ გაიხდით ახლო მეგობრად, იმიტომ რომ მსახიობებს არ შეუძლიათ მეგობრობა. აი ეს მათი პროფესია არ აძლევთ მათ საშუალებას, რომ კი, როგორ არ შეუძლია, ოღონდ სკოლის მეგობართან მსახიობის არავინ არ მომატყუოს ეგ. არც ერთმა მსახიობ. ანუ მსახიობებს შორის ნამდვილი მეგობარი არ გყავთ. მსახიობებს შორის როგორ არა? ნანი ჩიქვინიძე, მარინა ჯანაშია, დათო კვირცხალია, მანანა გამცემლიძე, პაატა ბარათაშვილი. თუმანიშვილის თეატრში? გასაგებია პასუხი. აპატიეთ ამ გუნდს, ვინც თქვენ წინააღმდეგ. რა თქმა უნდა. მე მღვდლის შვილიშვილი ვარ, ბაბუაჩემი იყო მღვდელი. სანამ 22 წელსში რო შემოვიდნენ წითლები, ბაბუაჩემს არ ჩამოახიეს ანაფორა, არ დააგლიჯეს წვერები და ბაბუაჩემმა თქვა, რომ ეკლესიაში საცა ბოლშევიკები შევიდნენ, იქ მე არ დამედგომებაო.